გამარჯობათ. ესე იგი მე დღეს თქვენ უნდა მოგიყვეთ გუშინ რატო გაგიზიარეთ ჩემი წლების მოსაზრება რომ თამარ ჩერგოლიაშვილი არის მზექალა. იმიტომ რომ პირველი რატომ მინდა რომ ეს თქვენ აგიხსნათ, იმიტომ რომ ყოველ მეორე სტატუსში წერ იმას რომ მეგობრებო მოდი ჩვენ არ ვიჩხუბოთ, მოდი ჩვენ ვიმეგობროთ და რაღაცნაირად უცებ დესტრუქციული სტატუსი ჩემგან ალბათ გასაკვირი იყო. ამიტომ უნდა ახსნე რა ხდება. პირველი მინდა იცოდეთ რომ ჩვენ შეარსოთ არ გულისხმობთ თამარ ჩერგოლიაშვილს. არასოდეს არ გულისხმობთ, არც ვიგულისხმობ, იმიტომ რომ თამარ ჩერგოლიაშვილმა ჩვენ არ იცის რას ნიშნავს. და იმიტომ რომ თამარ ჩერგოლიაშვილი არის ქალთმოწულე და თამარ ჩერგოლიაშვილისთვის არ არსებობს არც თანამებრძოლი არც ის რომ განსხვავებულობის მიუხედავად თამარ ჩერგოლიაშვილზე რატომ ფიქრობ რომ მაწყوارა პონტის გოგოა თავარია კარგად იყოს და სანამ კარგად არის და სანამ აფინანსებდა სანამ გვერდით თუ დგეხარ როგორი გატენილია შენზე ანუ ამას ახლა არ მოგიყვებით რა ეს ცალკე ისტორია წლების ისტორიაა და ნუ ეს ცალკე ამბავია ის რომ 2012 წლამდე მიხეილ სააკაშვილი საჯარო კრიტიკას ნაცმოძრაობის ტაბულაშიც არ ვიცი მე არ მინახავს და დღეს რო თურმე დაჭერილი მიშა ყოფილა ცუდი ტიპი აი ამ თამარ ჩერგოლიაშვილს არ დაგალპრეკოთ დროს არ დაგაკარგინოთ მაგრამ ნახეთ რა ხდება დღეს ამ რეალობაში თამარ ჩერგოლიაშვილი არის ადამიანი რომელიც პროცესს ძალიან აზარალებს ახლა ცალმზრობიშვილი ხო დაგუყდა კიდევ უარეს უზავს მაგრამ ეგ ცალკე თემა შემხვდა ინგა გრიგოლიას სტატუსი ინგა გრიგოლიასა მასეს მისი სტატუსი და მართლა ვერ მივხვდი იმიტომ რომ გოგოს მის ავტორო გადაცემაში არ უნდი ხარ რა ანუ არ ჭირდები არაფერში არც როგორც რესპონდენტი არ ჭირდება მოსაზრება არ ინტერესებს არ გთვლის ოპოზიციურ პარტიად იმიტომ რომ საერთოდ არის რამდენი ხმა გაკეთე იცის 45 ლაიკი გაქვს ანუ 45 ლაიქიანი პოლიტიკური ვიღაც სუბიექტის ტიპის დაპატიჟება არ უნდა მის ეთერში რა 300 ლაიქს იმ შემთხვევაში თუ რაღაცა მყრალ სტატუსს დაწერს 300 ლაიქს არ წავს ანუ იშვიათ შემთხვევაში 40 ლაიქიანი მისი დაპატიჟება რო არ უნდა ანუ ხალი რომელიც არ რეზონირებს ანუ ფიდბექი არ აქვს არაფრიდან და არავისგან ერთადერთი მარტო ნუ აი ყებს და ეს ყეფო რომ რეიტინგს ასახა ჩვენისაც ვიცით რა მაგრამ იმისი ქითუ კუკავშირი არ აქვს საკუთარი ამორჩევლისგანაც კი ან ამდენი ამორჩეველი ყავს არ უნდა ინგა გრიგოლიას საკუთარ ეთერში თამარ ჩერგოლიაშვილი და თქმა რას ქვია არ დამპატიჟე შენ ეთერშიო ანუ დაუწერა აი ეს სტატუსი ანუ გაუგებარი, გაუგონარია, წარმოუდგენელია რა დაიჯერა, ანუ რა წარმოიდგინა ამ ხალხმა ხო იმის იქით არ არსებობს. აი მართლა არ ვიცი რა დაიჯერა რა. რა ჩვენ ვეძახით გიშთამარას, მართლა ამდენი წლის განმავლობაში მეკიდებ რომ მართლა მეგონა რომ პრობლემა აქვს ამ გოგოს და ვფიქრობ რომ ღმერთო ახლა ჩერგო არა ის კიდე და ამ ჩერგო არაში თავზე გადაიმასხნა. და მეორე რო შევდივარ, წარმოიდგინეთ რომ მე 1917 წელს დაბლოკა პირველი ვიყავ რომელიც დაბლოკა. და წარმოვიდგინე შევდივარ მის გვერდზე და ვათვალიერებ უბრალოდ ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი თუ უბრალოდ თუ ამ ჟანრში წერს, მინდა განახოთ ინგა გრიგოლიას გადაცემიდან ჩემი რა ეპიზოდია გამოჭრილი ამ აი მინდა რომ ნახოთ რა ის გამარჯვებას თუ მოკლევადა არ ვიცი რა არის მოკლე და არ ვიცი რა არის გრძელი აი მართლა არ ვიცი აი ეს არის თამარ ჩერგოლიაშვილი ახლა მე მაინტერესებს ოპოზიციური პარტიები რატო აწიპებთ ამ ხალხს მართლა მაინტერესებს ანუ მართლა გაგასალმემ რომ დაიჯერა რომ ამას რაღაც ამერიკოლოგ გავლენებია გავიგე მაგრამ თქვენ რო ხო ძალიან კარგად ნიკა გვარამემ ხო ძალიან კარგად იცის ჩერგოს რისი კადრება შეუძლია და ნიკა გვარამემ ხო ძალიან კარგად იცის ნიკაზე რო გაბრას და რა ფუნობები დაუწერა და რა იკადრა, მისი რა პირადი ამბებს შეეხო. აი ძალიან პირად ამბებს შეეხო. აი ხო იცის რომ ყველაფრის მკადრებელია, ყველაფრის არ არსებობს რასაც ჩერგო არ იკადრებს. და მართლა მაინტერესებთ რა გიღირთ, აი ჩერგოლიაშვილი რასაც გვერდზე გიდევთ, რატო? აი რაში, რატო აცოცხლებთ? მიუ დატოვეთ რა, მიაგდეთ რა 40 ლაიქთან ერთად დატოვეთ რა. მალე ის 40 ლაიქიც აღარ ექნება. ანუ ეს 40 ლაიქიანი ხალი რომ მიაგდოთ თავისთვის, ამას რატო აშვებით რა?